მოგესალმებით. ჩვენ მთელი კვირა მუშაობდით იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა ყველა ღვიძლიანი, შურიანი და საზიზღარი ინფორმაცია თქვენთვის. თქვენ უყურებთ დასავალს და მისი წამყვანი ვასილი სიძრული და ახსილი. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ყველა საშინელი ინფორმაციას. ალექსანდრე ელიზაშვილი ნაციონალებს ლანძღავს. გირჩის წევრები ნაციონალებს წუწავენ. ვაშაძე მიშას აკრიტიკებს. ზუსტად ისეთი ოპოზიცია მე რომ მინდოდა. ურაძლიერი ხარ ოპოზიცია. გიორგი გახარია ოპოზიციაში წავიდა და ქართულ ოცნებას ხმებს არჩევს. ღმერთმა არ გაგახარიოს გიორგი, შენ ამიერიდან გლახარია ხარ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სწორედ გახარიას გუნდის წევრები დღეში 200 გრამ სილს სვამენ, რადგან ისინი დამწყები ნაციონალები არიან. აი და მივადექით ყველაზე პირსისხლიან და საზიზღარ ოპოზიციურ ძალას. ნაციონალები როგორც იქნა პარლამენტში შეშავდნენ, შევირდნენ, შეეცრენ, შეჯაგდნენ, შემოსვლენ თქვენ შემალალებო! ნაციონალმა მეცნიერებმა გამოიგონეს სპეციალური ჩიპი, რომლის საშუალებითაც ისინი სახლიდან გაუსრულებად აპლიკაციით გამოგწოვეს თქვენი. და საერთოდ მაგათ იმდენი სისხლი გამოგწოვეს უკვე რომ ერთი სისხლი და ხორცი ვართ. ყველათან, უიმე! როგორ მეზიზღებით ჩამილატესავები ვერ გიტან! ერთ-ერთ სოფელში ნაციონალი ბოგმისგან გასკდა და 9 წლის ნაგროვებმა სისხლმა 2 სოფელი დატბორა. ნიკა მელიამ საპატიმროში იმიტომ დაიკლო, რომ საკანში თავის სისხლს სწოვდა. დაი პატარა ურჩხულიდან ახლა გადავდივართ მთავარ ურჩხულზე. მიხეილ სააკაშვილი იმიტომ გასუქთა, რომ ხალხი შეავიწროვოს. სააკაშვილმა გუბასანიკიძის სხეულიდან თავისივე ჩასახლებული დემონი უკან გამოასახლა და ახლა მას 2 სტუდენტ გოგონას იაკირავებს. მიხეილ უმიწაწყლო საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება. მანამდე რა გიდგა გვერდები? ჩამოდი, ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრა, მაგრამ თუ მაინც დააპირებ, მე უხავ ხომ ირჩევნია. მეტი მაიონეზით, თქვენ მიშმაკაკებო, დაეროდეთ თქვენ ბელაც მოტროსოვზე. ახლა კი ჩვენს გადაცემაში ქველმოქმედების დროა. ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე თქვენს მიერ გადარიცხული თითოეული თეთრი ნიშნულოვანია. შეგროვებული თანხა მოხმარდება გიგი უგულავას მიერ ნაცემი ძიუდოისტის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ახლა კი სამწუხარო ინფორმაცია. ბიზინა ივანიშვილი ბლუმბერგის მილიარდერთა სიაში აღარ ირიცხება. გთხოვთ წუთიერი დუმილით გადავთვალოთ მისი ქონება. მეგობრებო, ჩვენ ხელთ ჩამივარდა სკანდალური კადრები და თქვენ მალე ნახავთ სატანისტი ნოდარ მელაძე თუ როგორ წვავს კატებს სოლარიუმის აპარატში. დიახ, ის წვავს კატებს და შემდეგ აეროგადაღების კამერით ეზოებში უგდებს ჩინოვნიკებს. გადაკეთდა ანდაზა. რაც მოგივა დავითაო, ყველა ნაციონალითაო. აი ასე. თქვენ მიშმაკაკებო, სისხლის მსმელებო. ეს იყო ჩემ ხელთ არსებული ბოლო ჩაბაღმილი ინფორმაცია და ჩვენ ერთმანეთს ზუსტად 1 კვირაში შევხვდებით. შო გადაღებულია. ჭამე.